ძვირფასო მაყურებლებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს ირანში და ირანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი განვითარება მოხდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. როგორც ვთქვით, ომი გრძელდება საკმაოდ მასშტაბურად, თუმცა შემცირებული არის გარკვეულწილად ინტენსიურობა. სწორედ აქედან გამომდინარე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ძალიან ხშირად ვისაუბროთ საომარ მოქმედებებზე, მათ შორის იმისთვის, რომ ჭარბი ინფორმაცია არ მოგაწოდოთ უმნიშვნელო დეტალებზე. ვცდილობ მხოლოდ მნიშვნელოვან განვითარებაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია და ამ მომენტისთვის ეს გულისხმობს კონკრეტულად შეერთებული შტატების მიერ დარტყმას, რომელიც მიმდინარეობს სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის წინააღმდეგ, ეს არის ხარგის კუნძული, რომელიც მდებარეობს ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში კონკრეტულად. გასაგებია, კუნძულზე არის საუბარი და კუნძულის ლოგიკის ფარგლებში სპარსეთის ყურაზე ვსაუბრობთ. ხარგის კუნძული არის რეალურად ირანის ნავთობის ექსპორტის მიმართულებით, დაახლოებით 80% მისი ექსპორტის შესაძლებლობების, ანუ აქ ხდება სწორედ ნავთობის ექსპორტისთვის მომზადება, ანუ მოპოვებული ნავთობის კონცენტრაცია, საცავები და შემდეგ უკვე გემებზე გადატვირთვა. შეერთებულმა შტატებმა დარტყმა განახორციელეს ამ კუნძულზე, მაგრამ არა ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. დონალდ ტრამპმა დღეს დაწერა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში, რომ დარტყმა მიაყენეს, რომელიც ისტორიაში, ესე იგი, ყველაზე დიდი მასშტაბის არის, რაც კი ახლო აღმოსავლეთში ყოფილა, ასე შეაფასა ტრამპმა. დარტყმა არის აი ამ კუნძულზე არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის იქ გემები, მათ შორის სააერო თავდაცვის სისტემები და სხვა. და მიზნად ისახავდა რეალურად შემდგომი დარტყმის მომზადებას, რომელიც ტრამპმა იქვე განაცხადა, რომ რომლის ნებართვა არ გაუწია. ანუ შეერთებული შტატები არ აპირებენ დარტყმას ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, იმ პირობით, თუ ირანი ღიად დატოვებს და ხელს არ შეუშლის ორმუზის სრუტის გავლით ნავთობის და ესე იგი ზოგადად ტვირთების მაზიდებელი გემების, ტანკერების მოძრაობას. პარალელურად შეერთებული შტატების ფლოტი, რომელიც ახლოს არის განლაგებული არაბულ ზღვაში, მზად არის, რომ უზრუნველყოს ორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხოება და აქტიურად აპირებს ჩართულობას ტრანზიტში ორმუზის სრუტის ფარგლებში და მიმართულებით. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მაგის მერე უკვე ვნახე განცხადება ირანის ისლამური რესპუბლიკის დამცველთა გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი წარმომადგენლის, რომ ორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება. შესაბამისად, ირანი როგორც ჩანს არ აპირებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შეერთებული შტატები იმით ასაბუთებენ, რომ დარტყმა არ მიაყენეს ნავთობის ინფრასტრუქტურას, რომ ეს წარმოუდგენელ ზიანს მოუტანს ირანს. ამ დარტყმით უბრალოდ აჩვენეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია და ტრამპი ამას პირდაპირ ამბობს, რომ შემიძლია ნებისმიერ დროს შევცვალო ეს გადაწყვეტილება და დავბომბოთ სწორედ ეს ნავთობის ინფრასტრუქტურა, რომელიც ირანს ისე დააზიანებს, რომ ირანი 10 წლეულების განმავლობაში სავარაუდოდ ვერ შეძლებს ნავთობის ექსპორტს. რაც ზოგადად პრობლემურია, იმიტომ რომ შეერთებული შტატების გათვლა რეჟიმის ცვლილება, რომლის ფარგლებშიც უნდა შემდგომმა რეჟიმმაც ან ხელისუფლებამ დაუშვათ რეზა ფეჰლევის პირობითად მას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ფინანსურად აღადგინოს ქვეყანა და ამისთვის ნავთობი არის ყველაზე კარგი საშუალება. თან ნავთობი ამავდროულად არის ის, რაც მათ შორის თუ ირანული ნავთობი შემოვა საერთაშორისო ბაზარზე, ანუ რეჟიმი შეიცვლება ირანში და ამის შედეგად ირანში პროდასავლური ხელისუფლება მოვა, ეს ნავთობი გავა საერთაშორისო ბაზარზე და ნავთობის ფასი რადიკალურად დაეცემა. პირობითად შეიძლება საუბარი შეეხოს დაახლოებით $30 მაგალითად ბარელისთვის ფასს, რაც რუსეთის გარდაუვალ ეკონომიკურ კოლაფსამდე მიგვიყვანს, რადგანაც რუსეთის ნავთობის მოპოვების თვითღირებულება $20-30 დაახლოებით, შესაბამისად რუსეთს
ნავთობის მოპოვებას ვეღარ შეძლებს რუსეთი, იმიტომ რომ სარგებლის ნაცვლად შეიძლება აქეთ ზარალი მიიღოს ნავთობის მოპოვების და გაყიდვის შემთხვევაში. თუმცა ეს არის თეორიული მომავლის სცენარი. ამ მომენტისთვის შეერთებულმა შტატებმა დროებით მოხსნეს რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით სანქციები. ეს მიმართული არა რუსეთის მხარდაჭერისკენ, არამედ კონკრეტულად მიმართულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღსანიშნავი არის ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისკენ, რადგანაც მე წინა ერთ-ერთ ანალიზში ვთქვი, რომ ნავთობის ბაზრის სტაბილურობა პირდაპირ კავშირშია მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობასთან და მაშასადამე კავშირში არის შეერთებული შტატების მიერ ამ ომის გაგრძელების შესაძლებლობასთან. რას გულისხმობ? რაც უფრო სტაბილური იქნება ნავთობის ფასი, ანუ დაბალი, და ამ მომენტისთვის $100 არის დაახლოებით ბარელის ფასი, იყო 120, 65-დან დაიწყო, ომამდელი ფასი არის 65, თუ ეს ნავთობის ფასის სტაბილურობა შეინარჩუნებს, შეერთებულ შტატებს შეუძლია ხანგრძლივი ომი აწარმოოს ირანის მიმართულებით. თუ ნავთობის ფასი რადიკალურად გაიზრდება, მკვეთრი ნაბიჯები მოხდება, მაშინ უკვე პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამის შედეგად შეერთებულ შტატებზე ზეწოლა შიგნიდან, ანუ თავად შეერთებული შტატებიდან, ევროპული ქვეყნებიდან, სხვა ქვეყნებიდან, დიდი ეკონომიკებიდან, ინდოეთი მაგალითად და ასე შემდეგ ზეწოლა იქნება წნეხი ძალიან სერიოზული, რომ დაამთავრონ ეს ომი. მათ შორის, რა თქმა უნდა, არაბული ქვეყნებიდანაც, საიდანაც ნავთობის ექსპორტი არის აქტიურად დღის წესრიგში და შეზღუდულია ამ პირობებში ომის გამო. შესაბამისად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ნავთობის ეს საკითხი უშუალოდ კავშირში არის სტაბილურობასთან და ამიტომ შეერთებული შტატების იდეა არის, რომ ჯერჯერობით ნავთობის ინფრასტრუქტურას არ დაარტყას კონკრეტულად ექსპორტის მიმართულებით. ერთი დარტყმა იყო მხოლოდ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, თეირანში, საცავებზე და ეს უკავშირდებოდა სწორედ ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის შესაძლებლობების შემცირებაზე. ამ მომენტისთვის რეგიონში მდგომარეობა პრინციპში მწვავე არის, რჩება მწვავედ, დაბომბვები მიმდინარეობს ირანის მიერ გაერთიანებული არაბული საამიროების მიმართულებით, სადაც დღეს მაგალითად 7 ბალისტიკური რაკეტა და 27 დრონი არის ჩამოგდებული, ასევე შეჩერებული არის გარკვეული ნავთობის ექსპორტი, ესე იგი, ფუჯაირას მიმართულებით. ფუჯაირა არის საინტერესო ადგილი, ზოგადად ეს არის გაერთიანებული არაბული საამიროები, მაგრამ ნაპირი არა სპარსეთის ყურის, არამედ საპირისპირო, პირდაპირ არაბულ ზღვაზე გადის და იქედან შეუძლია ექსპორტი ორმუზის სრუტის გავლის გარეშე. ამიტომ დარტყმები ხორციელდება სწორედ იმ მიმართულებით. ასევე კატარის მიმართულებითაც იყო დარტყმები და დრონების მეშვეობით, მათ შორის კატარის დედაქალაქ დოჰას მიმართულებით, დაახლოებით ღამის ფარგლებში. აღსანიშნავი არის, რომ შეერთებულმა შტატებმა დაკარგეს კონკრეტულად ერთი სტრატოტანკერი, ანუ საწვავის შემავსებელი ასეთი თვითმფრინავი, დიდი საკმაოდ, რომელიც გაურკვეველი პირობების ფარგლებში მოხდა ეს დაკარგვა, ანუ დაეცა 6 წევრი სრულად, ანუ სრულ 6 წევრი იყო მოკლედ და ყველა დაღუპულია. როგორც ამბობენ შეერთებული შტატები, ეს არ არის ზემოქმედების შედეგად, ანუ სავარაუდოდ გარკვეული ინციდენტი მოხდა თავად ამ თვითმფრინავზე. არის ვერსია, რომ მეორე თვითმფრინავს იგივე სტრატოტანკერს დაეჯახა ჰაერში, მეორე ავარიული დაშვება მოითხოვა. საუდის არაბეთმა დაადასტურა, რომ ამერიკული რამდენიმე თვითმფრინავი არის დაზიანებული, ესეთი საწვავის შემავსებელი, სწორედ მათ შორის ოღონდ ხმელეთზე, რომელიც დგას ამერიკულ ბაზაზე პრინც სულტანში, რიადთან, საუდის არაბეთის დედაქალაქთან. ქუვეითის მიმართულებითაც იყო დრონების დარტყმები, ასევე დრონების დარტყმები იყო დღეს კონკრეტულად ერაყში. მათ შორის 4 საათის წინ დარტყმა იყო შეერთებული შტატების
საელჩოს მიმართულებით ბაღდადში და ასევე ერთი დარტყმა იყო ერაყის ქურდისტანის მიმართულებით, სადაც პეშმერგა არის განთავსებული, ანი ქურთული ძალები. ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ისრაელმა 2 საათის წინ ესეთი შეტყობინება გასცა, რომ თაბრიზის მოქალაქეებმა ევაკუაცია დაიწყონ, რადგანაც დიდი დარტყმა იგეგმება თავრიზის მიმართულებით. ხო, ცოტა უცნაური არის რეალურად ამ ხელა ქალაქის ევაკუაცია წარმოუდგენელია, არ ვიცით რამდენად ზუსტი რაიმე ზუსტ რაიმე ობიექტზე არის საუბარი, იმიტომ რომ თაბრიზი არის საკმაოდ დიდი, კონკრეტულად რა მიმართულებით აპირებენ დარტყმას გაუგებარია. შეგახსენებთ, რომ თაბრიზი არის ყველაზე მსხვილი ქალაქი, რომელიც აი ამ პრინციპში დასავლეთ და აღმოსავლეთ აზერბაიჯანი პროვინციების ფარგლებში არის ირანის, ასე ქვია პროვინციებს, თუმცა თავად აზერბაიჯანი ქვეყანა ამას უწოდებს ბჭყალებში სამხრეთ აზერბაიჯანს, ჩვენ ამაზე თქვენთან ერთად გვისაუბრია. თაბრიზი არის ყველაზე მსხვილი ქალაქი და მოსახლეობა თაბრიზში აბსოლუტური უმრავლესობა არიან თურქული წარმოშობის აზერი ან აზერბაიჯანელები, სხვადასხვა ვერსია არსებობს მაგაზე, მოკლედ, მაგრამ ეს არის ირანული, ესე იგი, სახელმწიფოს ფარგლებში მცხოვრები თურქული წარმოშობის ხალხი, ყველაზე ახლოს სწორედ აზერბაიჯანელებთან. აზერბაიჯანში მათ მიიჩნევენ ერთ ერად, ანუ იგივე ეთნიკურ ჯგუფად. უბრალოდ არის განსხვავება იმ კუთხით ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რომ მაინც ეთნიკური ჯგუფის ფორმირება მარტო არ არის თუნდაც გენეტიკური ფაქტორი, ან ენის ფაქტორი. ეს არის მათ შორის ისტორიული მიკუთვნილების ფაქტორი და აი აქ მცხოვრები თურქული წარმომავლობის ხალხები ისტორიულად საკუთარ თავს უფრო ასოცირებენ ირანულ სახელმწიფოსთან, გარკვეული მნიშვნელოვანი ნაწილი. მოკლედ, დარტყმები გრძელდება, ამ მომენტისთვის დარტყმები ირანის მხრიდან შემცირებული არის პრაქტიკულად სწორედ ბაჰრეინის მიმართულებით, დანარჩენი მიმართულებებით აქტიურია საკმაოდ რეგიონში. ომანიც ამ მომენტისთვის არ არის ომანის მიმართულებით დარტყმები. გეტყვით, რომ გუშინ კიდევ ერთი დარტყმა იყო განხორციელებული, სავარაუდოდ კვიპროსის მიმართულებით, თურქეთის ცაში ჩამოაგდეს კონკრეტულად ბალისტიკური რაკეტა კიდევ ერთხელ ნატოს სააერო ძალებმა და ეს არის უკვე რიგით მესამე რეალურად ბალისტიკური რაკეტა. თურქეთი ისევ შეწუხებული არის ამით, თუმცა ირანი ამბობს, რომ არა, თურქეთი არ იყო სამიზნე, სავარაუდოდ კვიპროსი, მაგრამ თურქეთის ცაში არის ნებისმიერ შემთხვევაში და ასე რომ თურქეთი მოკლედ საკმაოდ შეწუხებულია ამით. გეტყვით ასევე მნიშვნელოვან განვითარებას, რომელიც ოდნავ სხვა მიმართულებით მიმდინარეობს, ეს არის ლიბანი. გახსოვთ, რომ ლიბანის მიმართულებით ჰეზბოლა საკმაოდ გააქტიურდა. სწორედ ამიტომ ისრაელი მართავს საკმაოდ აქტიურ ახლა სამხედრო ოპერაციას. ეს ოპერაცია გაფართოებულია ამ მომენტისთვის, მოიცავს არა მხოლოდ მდინარე ლიტანის სამხრეთ ნაწილს, არამედ ჩრდილოეთ ნაწილსაც. და ამ მომენტისთვის სახმელეთო ოპერაცია მაინც არის შეზღუდული, მხოლოდ კირიათ შმონას მიმართულებით მიმდინარეობს. დანარჩენ ნაწილებში ეს ოპერაცია პრინციპში სააერო დარტყმები არის, ამ მომენტისთვის მეტი არ არის, თუმცა ისრაელი აშკარად ემზადება სახმელეთო ოპერაციისთვისაც, მათ შორის ლიბანის ჩრდილოეთში. და ასევე დარტყმები მიმდინარეობს ბეირუთში, განსაკუთრებით დაჰიას უბანში, სადაც ძირითადად ცხოვრობენ არა მხოლოდ შიიტები, არამედ სადაც არის ცენტრი, შტაბ-ბინა ჰამასის, უკაცრავად ჰეზბოლას და აქაც მიმდინარეობს დარტყმები. ანუ ლიბანის მიმართულებით საკმაოდ აქტიურია ასევე განვითარება, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეიძლება ველოდოთ უფრო დიდ სახმელეთო ოპერაციას ლიბანის მიმართულებითაც. რამდენიმე სწორედ მიმართულებით ყველაზე სამხრეთ ნაწილში. პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ირანის მიმართულებითაც დარტყმები, რა თქმა უნდა, გრძელდება. ძირითადი დარტყმები ამ მომენტისთვის კონცენტრირებულია თეირანის აგლომერაციის მიმართულებით, რაც ვიცით ზუსტად, ასევე ერთი დარტყმა იყო ქომის მიმართულებით მაგალითად, რაც გავიგეთ, დასავლეთ რაიონებშიც არის დარტყმები სხვადასხვა და პრინციპში მეტი ასეთი კონკრეტული დარტყმების შესახებ ინფორმაცია ირანიდან არ მოდის. საინტერესო არის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდა რეზა ფეჰლევის,
და ისაუბრეს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ფეჰლევი ისაუბრობდა საკუთარი ქვეყნის გათავისუფლების მნიშვნელობაზე. მოკლედ, უკრაინა, როგორც მსხვერპლი ირანული აგრესიის, გახსოვთ, ირანი რუსეთს ძალიან სერიოზულად ამარაგებს დრონებით. ახლა არ ვიცით, მაგრამ ზოგადად ამარაგებდა და უკრაინა ბუნებრივია, რომ აქ მხარს უჭერს, ესე იგი, ირანში ხელისუფლების ცვლილებას და რეზა ფეჰლევისთვისაც ეს ლეგიტიმაციის მოპოვების გარკვეული ელემენტები არის, თუნდაც საკმაოდ შეზღუდული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ ბუნებრივი. აქვე უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, რომ შეერთებული შტატების მიერ ეს დარტყმა კუნძულზე არის გაფრთხილება, დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ალბათობა და შესაძლებლობა, რომ პრინციპში ფართომასშტაბიანი დარტყმაც მოახდინოს უკვე შეერთებულმა შტატებმა, თუ ორმუზის სრუტეში არ აღდგება სტაბილურობა, ეჭვი ეპარება, რომ აღდგეს და შესაძლებელია, რომ შეერთებული შტატების შემდგომი ქმედებები მოიცავდეს უფრო აგრესიულ დარტყმებსაც, იმისთვის, რომ კოლაფსი გამოიწვიოს მთლიანად რეჟიმის, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში მერე უკვე რაიმე ახალ ხერხებს უცებ ეცდება შეერთებული შტატებიც შეიძლება იყოს ჩართული დახმარებაში ამ ინფრასტრუქტურის აღდგენაში, თუ შეიცვლება რეჟიმი. ამ მომენტისთვის ვიცით, რომ ახალი აიათოლა, იმ ძველი აიათოლას მკვლელობის შემდეგ, რა თქმა უნდა ვიცით, რომ არის მოჯტაბა ხამენეი, მისი ვაჟი, რომლის დანახვის ფუფუნება ჯერ არ ქონია, გულისხმობ ამ ინაუგურაციის შემდეგ და ან არჩევის შემდეგ, მოკლედ ამ თანამდებობაზე და ერთი განცხადება გააკეთა სოციალურ ქსელში, მაგრამ არ არის ვიდეო ფორმატში და მოკლედ არსებობს ეჭვები და შეერთებული შტატებიც აცხადებენ, რომ რეალურად არის დარტყმის შედეგად მნიშვნელოვან რთულ მდგომარეობაში, მოკლედ ზიანი აქვს მიყენებული მის ჯანმრთელობას ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ დარტყმის შედეგად ისრაელის და შეერთებული შტატების. ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არის, მაგრამ შესაძლოა, დიდია ალბათობა მოკლედ მაგის. პარალელურად უნდა ვთქვათ, რომ ალი ლარიჯანიც და პრეზიდენტიც გამოჩნდნენ პროტესტზე. გუშინ იყო დიდი აქცია თეირანში და იქ გამოჩნდნენ ორივე. ეს საინტერესო ფაქტორია, იმიტომ რომ ორივე არის ახლა საზოგადოებაში ესეთ ლიდერად აღქმული ამ მომენტისთვის, მოჯტაბა ხამენეიც, მაგრამ მოჯტაბა არ ჩანს ჯერჯერობით, გამოჩნდება თუ არა არ ვიცით, მოკლედ ნახავთ მაგას, მაგრამ ალი ლარიჯანი და კონკრეტულად პრეზიდენტი მასუდ პეჟეშკიანი ნამდვილად არიან ამ მომენტისთვის დე-ფაქტო ხელისუფლება. თუმცა ვის რა როლი გააჩნია, ეს სერიოზული კითხვაა. ზოგადად ვიცით, რომ პეჟეშკიანს შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია ქვეყანაზე ზემოქმედების რა, ანუ ამ კუთხით, მაგრამ პეჟეშკიანს შეუძლია მაინც სტაბილურობის გარკვეული როლი შესრულება. ალი ლარიჯანის მკვლელობა რატო არ ხდება, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, იმიტომ რომ ეჭვი მეპარება, რომ შეერთებულ შტატებს და ისრაელს ეს უნდოდეს და ვერ აკეთებდნენ მინიმუმ იმიტომ, რომ მიტინგზე იყო. ხო, პეჟეშკიანის მკვლელობის დღის წესრიგი არ დგას. რატომ? იმიტომ, რომ თუ რამე პეჟეშკიანს შეგვიძლია დაელაპარაკო. შედარებით რაციონალური არის, უბრალოდ ხელისუფლება არ აქვს. ამერიკას და ისრაელს ეთყობა იმედი აქვს, რომ ლარიჯანიც არის რაციონალური და როგორც ჩანს რაღაცეებში ნამდვილად არის ეთყობა. ალბათ აქვს ეს ინფორმაცია სწორედ და მეორე მხრივ ხელისუფლება აქვს რა, მოკლედ, რომ ვთქვათ, მეტი გაცილებით, შესაძლოა ერთპიროვნული არა, ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსსაც აქვს დიდი ხელისუფლება და იქ ესე ერთპიროვნული მმართველობა არ აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ლარიჯანის მაინც აქვს ძალაუფლება და ამიტომ სავარაუდოდ იქნება ამ კუთხით სიფრთხილე და შეერთებული შტატები ცდილობენ ახლა ნახონ გარკვეული პარადიგმა ამქედან გამოსავლის. მოკლედ რომ ვთქვათ, ომი ხო 2 კვირა უკვე გრძელდება და რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს 2 კვირა არის დასტური იმისა, რომ ეფექტურობის ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ არასაკმარისობის ამ მომენტისთვის და შესაბამისად ჯერჯერობით რეჟიმის ცვლილება დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ
მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ დარტყმები გრძელდება და ჯერ ამერიკას და ესე იგი ისრაელს არ უთქვამს, რომ გამოდით პროტესტზე და თავის დროზე თქვენს, რომ არ გამოხვიდეთ, სანამ არ გეტყვითო. ანუ იდეა არის ის, რომ ჯერჯერობით დარტყმები გრძელდება და გაგრძელდება სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე კვირა სულ მცირე. ნავთობის ფასი არის ყველაზე მთავარი ამბავი. თუ ნავთობის ფასი რადიკალურად გაიზრდება, მაშინ უფრო ადრე მოუწევს ამერიკას ამ ომის დასრულება, თუ არა და გაცილებით უფრო დიდხანს შეძლებს ამ დარტყმების განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში დაასუსტებს ირანს საკმარისად, რომ გაჩნდეს გარკვეული ბზარი შიდა მმართველობაში და შესაძლო რეჟიმის ცვლილების პროცესიც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო მაყურებლებო, გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გაწევრიანდეთ არხზე და შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.